სახელითა მამისათა და დისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის მე-6 კვირა აღდგომიდან და წავიკითხეთ მოზრდილი ნაწილი სახარებისა, სადაც მოთხრობილი იყო თუ როგორ აღუხილა თვალი შობიდან ბრმა ადამიანს მაცხოვარმა. ძალიან ცნობილი ისტორია, როცა მაცხოვარი ნახავს ესე შობიდან უსინათლო ადამიანს, მივა თიხისგან შეუქმნის წაუსვავს თვალებზე და ეთქვის რომ თიხას ნერწყავს, წაუსვავს თვალებზე და ეთქვის რომ წადი სილუამის საბანელში და იქ მოიწმინდე. წავა მოიწმინდოს და აღიხილება თვალი. ლაპარაკია იმაზე რომ თვითონ შობიდან ბრმას ეძახდნენ ადამიანს, რომელსაც თვითონ თვალის კაკლებიც არ ქონდა. ანუ თვითონ აპარატიც არ ქონდა, რითაც შეიძლებოდა ადამიანს ენახა. და ეს იყო გასაოცარი ხალხისგან, ვინაიდან ბრმა თითულებოდა ადამიანი, ვინც სინათლეს დაკარგავდა, მაგრამ ის, ვისაც საერთოდ თვალიც არ ქონდა, ესეთი ადამიანის თვალის აღხელა სრულიად წარმოუდგენელი იყო მაშინ და ეხლაც ასევე. ამიტომაც იქ როცა ლაპარაკია ნერწყვა, თიხას შექმნა და თვალს თვალებზე წაუსვა, იგულისხმება ბევრი ღვთისმეტყველის აზრით, რომ ლაპარაკია სწორედ ამ თვალის კაკლებს შექმნის და იმას ჩაუღდებს. და მერე წავა, მოიწმინდავს და დაინახავს, რომ მართლაც აღეხილება თვალი. აღეხილება თვალი და დაბრუნდება იმ ადგილას, სადაც საერთოდ იჯდა, ხომ? უსინათლოები ერთ ადგილას სხედან და ძირითადად მოწყალებას ითხოვენ. ესეც ესე ცხოვრობდა. და ფარისეველებმა როცა ნახეს, რომ ეს ადამიანი მართლაც სასწაულებრივად განიყურნა, დაუწყეს გამოძიება, რომ ჯერ იქიდან დაიწყეს, რომ ეს არ არის ის. და ხალხს ეკითხებოდნენ, ის არის თუ არა. და ხალხი ზოგი ამბობდა, რომ არის, ზოგი არა. ამითაც ერთ-ერთი დასკვნა ღვთისმეტყველების, რომ საერთოდ თვალის კაკლები არ ქონდა, იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან რთულია შემდეგ ცნობა ადამიანის. აი თვალი ვისაც არ აქვს, თუ გინახავთ თქვენ ესეთი ადამიანები, ძალიან რთულია მისი ესე იგი მიმსგავსება იმ პირველ სახესთან. ამიტომაც ყოყმანობდა ხალხი. ამის გამო ფარისევლებმა მოიწვიეს მშობლები და მშობლებს კითხეს. ანუ ჯერ დაიწყეს, მოკლედ ქრისტეს ხომ დაასდევენ, რომ მთელი მისი საქმიანობა განაქარწყლონ და ეხლაც დაიწყეს მოქმედება და დაიწყეს ქვედარგოლით, რომ იქ და ვის არ არის. და აი ქვედარგოლში მშობლები იპოვეს, რომლებსაც უთხრეს, რომ არის თუ არა ეს შენი შვილი. მათ დაუმოწმეს, რომ ეს ჩვენი შვილია. ვინ განკურნა, მე არ ვიცი ვინ განკურნა. თვითონ აქვს ასაკი და მას კითხეთ. ანუ იქ დასრულია და თვითონ გითხრათ. ეს იმიტომ თქვა, ამბობს იოანე ღვთისმეტყველი. მშობლებმა ასე. იმიტომ თქვა, რომ ეშინოდათ ურიების, ეშინოდათ ღვთისმთავრების, რომ თუ ამას აღიარებდნენ, ეს იყო აღიარება ქრისტესი, როგორც მესიის, ანუ ამ ხელასასწაული არავის არ უქმნია მანამდე და მათ განკვეთავდნენ თემიდან. მოიკვეთავდნენ თემიდან. და ამის შიშით უარი თქვეს დაემოწმებიათ ის, რაც ცხადზე უცხადესი იყო. რომ თავისი შვილი, რომელიც დაბადებიდან ბრმა იყო, განიკურნა. არადა ჩვენთვის ძალიან საოცარია დღეს ახლა ამის გაგება, როგორ შეიძლება ამ ხელა სიხარული ეწვიოს ადამიანს, მაგრამ მაინც ვერ მოახერხოს, რომ ერთი სიტყვით თქვას, რომ ეს ჩემი შვილია და ვიღაცა მოვიდა და განკურნა ეს.
შემდეგ დაუწყებენ თვითონ ამ უკვე განკურნებულს, ვინ განკურნა შენ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ვინც განკურნა და ეს დღე არის შაბათი, როცა შენ განიკურნე და ამ დღეს განკურნება არ შეიძლება და ვინც განკურნა შენ, ეს არის ცოდვილი. და ეს ბიჭი ამბობს რომ ცოდვილია თუ არ არის ცოდვილი, მე არ ვიცი. მე ის ვიცი რომ ცოდვილს ღმერთი არ უსმენს. ისიც ვიცი რომ მე ბრმა ვიყავი და ეხლა ვხედავ. და აქედან ლოგიკური დასკვნა რომ ის კაცი არის მართალი. შემდეგ კიდევ დაუწყებენ რომ შენ ცოდვის შვილი ხარო და კიდევ ჩვენ გვინდა რომ გვასწავლო ვინ არის ცოდვილი და მართალი. ჩვენ ხო ხედავ რომ ჯულის მეცნიერები ვართ, ჩვენ ვიცით ჯული და ჩვენგან არავის არ უღიარებია იესო ქრისტეთ და ჩვენ მოსეს შვილები ვართ და აბრაამის. შენ ცოდვის შვილი ხარ ეონებიან. ვინაიდან ესე იყო რომ რაც უფრო დიდი იყო ცოდვა, მით უფრო მახინჯიბადებოდა ადამიანი და აი აქაც ამ უბედურებასთან რო ქონდა საქმე, ცოდვის ნიშანი იყო ეს. და ეს ბიჭი მაინც არ ცხრება, იმდენს მელაპარაკებით მასზეო ეთქვის. ეთყობა თქვენს გინდათ რომ გახდეთ მისი მოწაფეები. რაღაც იუმორია ძალიან საოცარი, მართლაც რაღაც შეფარული რომ იმდენად განცხადდა მისი სიხარული და იმდენად დიდი იყო რომ უკვე დაცინვა დაუწყო იმათ რომ ეთყობა თქვენ ვერ ახერხებთ მის მოწაფედ დადგომას და ეხლა რაღაცნაირად თავს იმართლებთ. ნუ რასაკვირველია მას აგინებენ და გააგდებენ. შენ ცოდვის შვილი, ჩვენ როგორ გვასწავლი ჩხუას. შემდეგ ამ კაცს შეხვდება მაცხოვარი და ეუნება რომ გწამს შენ ძეღმრთისა. ეს პასუხობს რომ მე არ ვიცი ვინ არის ძეღმრთისა რომ ვიწამო. და ის ეთქვის მაცხოვარი რომ მე ვარ ის ვინც გელაპარაკების შენ. გწამს უფალო და თაყვანისცემს მას. ესე თავდება ეს სახარება. ჩვენ ამ სახარებიდან შეგვიძლია პარალელი გავავლოთ წინა სახარებაზე, წინა კვირის. ანალოგიური სიტუაცია, იქათ 38 წლის განრღვეული, რომელიც ვერ დადის, რომელიც ასევე სასწაულებრივად განკურნა მაცხოვარმა და როგორც კი მაცხოვარს იხილავს, ის გარბის და დაასმენს მაცხოვარს ფარისევლებთან. და მაცხოვარი ეთქვის თუ გახსოვთ მერე რომ ნუ სოდაო რომ უარესი არ მოგივიწიოს შენ. და აქ არის ანალოგიური შემთხვევა განიკურნა სასწაულებრივად. ადამიანი დადგა და დაიწყო დაცვა მაცხოვრის. უხილავი ადამიანის, რომელიც არ იცის ვინ არის, როგორია, არც შეუხედავს პირველად, არც დაუნახავს. ხო, იმიტომ რომ სილვანის წყალზე გააგზავნა, ამიტომ არ იცოდა ვინ უთხრა ეს ყველაფერი. და დაიწყო მისდა უნებურად დაიწყო დაცვა მაცხოვრის. ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ ეს ადამიანი როგორც ერთი კაცის ცხოვრება. იმის და მიუხედავად ეხლა ბრმა იყო, არ იყო სასწაული ამ ხელა მოხდა, არ მოხდა. უბრალოდ ადამიანის გენეზისი ძალიან ზუსტად არის აღწერილი, თუ თქვათ ამის ანატომიას ჩაუღრმავდებით, ნახავთ როგორ იზრდება ადამიანი სულიერ ცხოვრებაში. არის ჩვეულებრივი უსინათლო, ეს ნიშნავს რომ ბედში ადამიანი ვერაფერს ვერ ხვდება, ვერაფერს ვერ ხედავს. მან არ იცის რისთვის მოვიდა, საით უნდა წავიდეს. არაფერი. მას არ აქვს ანალიზის დაკვირვების უნარი. სრულიად პარალიზებულია ადამიანი. და შემდეგ უკვე ხდება მის ცხოვრებაში მოვლენა,
რაღაცა, რაც მას აუხელს თვალს. როცა აუხელს თვალს რაღაც გარემოება. ეხლა ჩვენ ამ კაცზე ხო არ ვლაპარაკობთ. არამედ ვანზო გადებთ. აი ეს გარემოება შემოაქვს სიცხადე მის ცხოვრებაში. რაღაც ეს ადამიანი ხედავს ცხადს იმ რეალობას, რომელშიც ის იმყოფება. და სიცხადე იმაშია, რომ ეს უბედურ დღეში იყო და უცებ განიკურნა. და ამაში ვიღაცა არის ასე ვთქვა დამნაშავე. ხო? დამსახურებით. ვიღაცის დამსახურებით მოხდა. და მოდის ადამიანები, რომლებიც ამ სიცხადის წაშლა უნდათ. ისე ვიწყება ბრძოლა ადამიანში, რომ ეს სიცხადე მასში ისევ უკუნეთში გადაიქცეს. ანუ კაცის განვითარდა, წავიდა ზევით, გადადგა ნაბიჯი, დაინახა სამყარო, გაანალიზა, ცხადზე ცხადი გახდა მისთვის ბევრი რამე და მოდის ბოროტება და ისევ შთანთქავს მას. ისევ იწყებს სიბნელეში მის, ესე იგი, ხელისკრას და ჩაგდებას. და რას იწყებს ეს ადამიანი? იწყებს დაცვას. აპოლოგეტიკა. პირველი ქრისტიანები იყვნენ აპოლოგეტები. ანუ ქრისტიანული აპოლოგია არის დაცვა. ანუ ქრისტიანები, რომლებიც იყვნენ მცირესობაში და რომელსაც ყველა ლანძღავდა დაწყებული იუდეველებიდან დამთავრებული წარმართებით. და არაფერი არ დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ ყველგან თავისი სარწმუნოება დაეცვათ. ესენი იყვნენ პირველი ღვთისმეტყველები, რომლებმაც დაიწყეს მაღალ დონეზე დაცვა და ერში თავის დონეზე იცავდნენ ადამიანები, ვისაც როგორ შეეძლო. აი თვითონ სიტყვა მოწამეც რას ნიშნავს მარტირის ბერძნულად? ქართულად მოწამე რას ნიშნავს? მოწმეს. რომ ის ამოწმებს თავისი ცხოვრებით ქრისტეს ჭეშმარიტებას. რა არის ქრისტეს ჭეშმარიტება? რომ სიკვდილი ვერ უფლებს ადამიანზე, როცა შენ ხარ ქრისტეში. და ამიტომ სიკვდილს იღებდნენ დიდი სიხარული და ეს იყო მართლაც, ამიტომ მოყოველი მოწამე იყო დამოწმებელი ამის. მაგრამ ის ვინც არ ეწამა, ყველა სხვა არ აწამებდნენ, ისინიც თავის ცხოვრებით დამოწმებელები იყვნენ ქრისტიანობის. ეს ადამიანიც არის დამოწმებელი და ანუ ის განვითარდა და უკვე ბოროტება, რომელიც მოუბრუნდა მას დასახჭობად, დაუწყო მას ბრძოლა და წინააღმდეგობა. არ არის ესე. არ შეიძლება რომ სოდვილ ადამიანს ამხელა სასწაული ექმნა. არ შეიძლება რომ დაცემული ადამიანისთვის ღმერთმა მოისმინოს და მისი ისმინოს და მისი საქმე აკეთოს. არ არსებობს ეს. და ამ აპოლოგიაში მან გაიმარჯვა. მან არ დაუთმო არაფერი. და შემდეგ უკვე ნაბიჯები გადადგა და შეხვდა ქრისტეს და უკვე აი ზეაღმატებული სამყარო შეიცნო. მეტაფიზიკური სამყარო შეიცნო, ზეღმრთისა შეიცნო და თაყვანისცა მას. ანუ მისი ამაღლება უკვე სამღვთო გზაზე დადგომა, არა უბრალოდ გამოჯამრთელება და სიცხადე ცხოვრებისეული შემოსული, არამედ უკვე სამღვთო სიდიადეში შესვლა. ნახეთ მაცხოვარი როგორ აკეთებს, უშვებს სილოამის ტბაზე მოსაბანად, ხო? უცნაურ რაღაცას აკეთებს. თითქოს თვითონ მაცხოვარი რაღაცა საქმით მას აეჭვებს და აეჭვებს იმაში, რომ მისი გაკეთებულია. ეს საქმე მოკლედ. აი ხო შეიძლება წასულა, აი მაგალითად 10 კეთროვანი რო განიკურნა, ერთი დაბრუნდა, ხო? ისინი გზაში რო წავიდნენ და იკურნებოდნენ და დააბრალეს, ღმერთმა გამკურნა, ის რა შუაშია ვიღაცა მითხრა. ეს გზაში რო მიდიხარ,
და მოიბანა ხო იტყვი რომ იცი რა არის აი მოხდა ესე დაემთხვა გამეხება თვალი სულ ესეა ხო სულ საუბრობთ იმაზე რომ ღმერთი რაღაცა სულ საძებნელი უნდა გახდეს არ არსებობს დაძალებითი სასწაული სულ ყველა სასწაულს შეგიძლია რაღაცა მოუძებნო ადამიანური გამართლება ხო აი ეს დაემთხვა ეს ისე იყო სხვა ესე იყო რაღაცა ამჩატებული იყო ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ხო ბევრ რაღაცებს უძებნის არსებობს კიდევ უამრავი სამეცნიერო ლიტერატურა იმის შესახებ რომ სასწაულები მაცხოვრის დაუქვემდება რომ ბუნებრივ ესე იგი მოვლენებს და აქაც ამ საცდურსაც ესე იგი ესაც თურის გადალახა ახალგაზრდა არ დაეჭვდა რომ ეს მაცხოვრისგან იყო ყველაფერი უკან არ დაიხია წმენაშიც და მიიღო ჯილდო ღვთის ხილს და მისი თაყვანისცემა ჩვენ ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ რომ ჩვენშიც წნეხი დიდია ხედავთ ეხლა როგორი წნეხია ჩვენს ირგვლივ და ჩვენზე არის დამოკიდებული ვიქნებით აი ამ ახალგაზრდას მშობლებივით და ვიტყვით იცი რა ჩემი ქოხი გვერდით არის და ნაკლებ ნუ შემეხებით და მეც არ შეგეხები და ჩემთვის ვიქნები მორწმუნე თუ იქ სადაც შენ ხარ დაამოწმებ ჭეშმარიტებას რაც ცხადზე ცხადია თუ შენ შეგეშინდება იმიტომ რომ სამსახურიდან გაგაგდებენ სამეგობროც უდად შეგხედავს დაქცინებენ აბუჯად აგიგდებენ რა ვიცი სახელოვნებო წრეში ვეღარ იქნები ისეთი გაბრანჭული როგორიც მანამდე იყავე ხო ან ბნელეთით მოციქულად შეგრაცხენ ეს ყველაფერი არის მოწამეობრივი გზა ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს რომ მოწამეობრივი გზა იმათ ხაერიდან კი არ ჩამოუვარდათ ვინც ეწამნენ ზუსტად იგივენაირად ცხოვრობდნენ როგორც ჩვენ ვიღაცები დგებიან ამ გზაზე და ვინც გადარჩა ცოცხლა და არ მოკვდა მათ ქვიათ აღმსარებლები უამრავი აღმსარებელი ყავს ჩვენ ხო ეკლესია აღმსარებელი ანუ ქრისტეს გულისთვის აწამეს და არ მოკვდნენ და ეს წამება არ არის მარტო ხიშტით ჯოხით და რა ვიცი ნაჯახით ეს წამება აი ზეწოლა სწორედ წამების ნაწილია ის რომ შენი ნერვები შენი ფსიქიკა შენი ჯანმრთელობაც კი ფიზიკურ დონეზე ირყევა შეიძლება შეწიროს შენი ხელფასი სამსახური და მოხდე ძიმე მდგომარეობაში ეკონომიურში ეს არის განსაცდელი და ამით ვხვდებით ჩვენ ქრისტიანები სწორედ ამის გავლის შემდეგ ჩვენ ვხვდებით ღირსები რომ იმ მშვენიერებას და დიდებას ეზიარო რომელსაც იესო ქრისტე ჰქვია და ყოვლადწმინდა სამება სხვა გზით ნერთბილი გზით არ არსებობს ქრისტიანობა აპოკალიფსში ესეა გადმოცემული რომ მერჩივნა შენ ყოფილიყავი ან ცივი ან ცხელი და არა ნელთბილი აი ნელთბილი რო ხარ მაგიტო ხარ დასასჯელი ანუ არც იქით რო არ ხარ არც აქეთ რო არ ხარ და ყველგან რო გინდა იყო და ყველა ხამელეონივით ფერი მიიღო მაგიტო ხარ შენ არასწორი და არა იმიტომ რომ თქვა შეგეშინდა და არაუშავს ეს შიშიც შეეშინდა პეტრეს მაგრამ პირველი მოციქულია შეცდომა შიში ამ ხრივ ცოდვაც არ არის პრობლემა არის გულგრილობა პრობლემაა როცა შენ სიტყვათა წყობა ისეთი როგორიც იყო იმ რაღაც საშინელ სპექტაკლში ისე დაინახავთ და შენ ეს აღარ აშფოთებს შენში ეს არაფერს არ გამოიწვევს პრობლემა ეგ არის და რომ დაждები და დაელოდები საპატრიარქოს განცხადებას აბა რა სიტყვის ან საზოგადოება რა სიტყვის ამა თუ იმ თემას
და რა გინდა საზოგადოება ვერ ხედავს შენ თვითონ რა სიტყვათა წყობა რა სიტყვებია ერთმანეთის გვერდზე დაყენებული და დალაგებული ამიტომ თითოეული ჩვენთაგანიც მოწამეა ამიტომაც პავლე მოციქული ამბობს თქვენ მღვდლები ხართ ქრისტეში ყველანი ხართ მღვდლები ქრისტეში არა მარტო ის ვინც საკურთხეველშია და მსახურობს ამიტომ თქვენზე ძალიან დიდი პასუხისგებლობაა თქვენ როგორ დგეხართ თქვენ რა პოზიციაზე ხართ იმიტომ რომ თქვენ შეიძლება პოზიცია აი თავის დროზე იყო ესე მეუნებოდნენ ხოლმე იცი ბაბა შენი მრევლი იძახის თავის დროზე იყო ეხლა ამაზე აღარ ლაპარაკობენ მაგრამ შენი მრევლი იძახის მარხულობდა სიგარეტს ეწევია და ეს იყო მათთვის რაღაცა საშინელება რომ აი როგორ შეიძლება თან მიმარხულოს და თან სიგარეტი მოციოს ანუ მე მის თქმა მინდა რომ აღმოჩნდა რომ ის ჩვეულებრივი მრევლი რომელსაც გონია რომ მარტო მღვდელის უყურებენ და იმის ჯიპებს თუმცა შენც გიყურებენ შენც ხარ ვიღაცისთვის მაგალითი შენ რომ ბარხულობ და იქით გოჭის თავისკენ გარბი ხარ თვალებით იმასაც ხედავენ ანუ ეს თითოეული ჩვენთაგანის ქრისტეს მყოფობის დამტკიცება თვითონ ჩვენ ცხოვრებაშიც უნდა მოხდეს ჩვენც უნდა გავხდეთ სხვებისთვის მაგალითები ვადაშორის ფსიქოლოგიაში არის შემდეგი წესი ხო ქცევის მოდელი როცა გინდა რომ შენ შვილმა წიგნები იკითხოს ერთხელ მაინც უნდა დაგინახოს რომ შენ გიჭირავს წიგნი ხო გინდა რომ შენ შვილმა რაღაც ფეხბურთი ითამაშოს თუ ეზოში იყოს შენც უნდა მოგწონდეს სეირნობა და გარეთ სიარული ასე შემდეგ და ასე შემდეგ ან თუ ეს მოდელს არ აჩვენებს შენ მაშინ შენ სიტყვა ფუჭია და მას არანაირი ძალა არ გააჩნია აი დღევანდელი სახარება სწორედ ამაზეა რომ თუ გვინდა ჩვენ ქრისტიანული ნაბიჯი გადავდგეთ და არ გავხდეთ სამუზეუმე ექსპონატები როგორი ვართ ქრისტიანები ამიტომ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ ჭეშმარიტებისკენ რომელიც ესე გვწამს და ვაღიარებთ ჩვენ ცხოვრებაში და ვცდილობთ რომ მივბაძოთ მათ ხვარს ჩვენი ცხოვრება მერტმა დაგლოცოთ და გაგახაროთ